რეალურად ტრანსმუტაცია რასაც ნიშნავს სრული ცნობება აზროვნების და ცნობიერების. თუ თქვენ სერიოზულად გაინტერესებს ისეთი რთული თემები, როგორიც არის თეოლოგია და ასე შემდეგ, ორი სექცია აქვს, ერთი სკოლა და მეორე კლუბი, რომელიც კვირაში ერთხელ იმართება. კლუბში ვარჩევთ უძველეს ჰერმესისტურ გნოსტიკურ და ასე შემდეგ ნაშრომებს. Pentru că სხვა დანიშნულება აქვს აბსოლუტურად უფრო ღრმა ფაზებში წასვლისთვის. აქ არის რამდენიმე პროგრამა. პირველი თემა ეს იქნება, პირველთვის თემა ეს იქნება მთლიანად ნუმეროლოგია, ვცდილობ რომ მთლიანად ჩავშალინაში, რომ თქვენ უბრალოდ შეძლოთ ელემენტარულად ვიხარ თქვენ გაარკვიოთ და ასევე სხვა ვინ არის ისაც გაარკვიოთ. ეს არის ფსიქომატრიცის თემა. ამის გარდა ჩვენ აქ გვექნება ძალიან საინტერესო თემები. ერთ-ერთი ესეთი არის ოკულტური მედიცინა. ძალიან მაღალი დონის თემაა და ძალიან სერიოზული თემაა, ეს პრაქტიკულად ალქიმია სხეულის და ჩვენი პრაქტიკებს სწავლობთ თეოლოგიასთან ერთად. რა თქმა უნდა, კანონიზომიერებების ახსნაც იქნება, იმიტომ რომ როდესაც ციფრებზე ვლაპარაკობთ პირველ პერიოდში, ჩვენ ხსნით არა მარტო ადამიანის ტიპაშს, არამედ სამყარო რა მოწყობილი ამ ციფრების კანონების მიხედვით და რა კანონები მუშაობს სამყაროში. ეს თეოლოგია. ის ცალკე თეოლოგია, ის როცა ცხოვრებისეულ ასპექტებში გინდა რაღაც სიტუაციის რეგულაცია და მართვა. ის ასაც ჩვენ ვასწავლით და რასაც ჩვენ ხსნით, ეს არის ჩვენ ისწავლო მართვა როგორც საკუთარი თავის, ისე გარემოში შენი მდგომარეობის ხო? მაგალითად შეგიძლია განსაზღვროთ როგორი წელი გაქვს. ეს ოკულტური ტაროს კანონებით, ასევე შეგიძლია იგივე განსაზღვროთ ციფრული ასტროლოგიის კანონებით. და მე როგორ გამოიყენოთ ეს წესი? იქ რა თქმა უნდა ვასწავლეთ ბედისწერისა და ნების ხაზები, როგორ ლაგდება და როგორ შეგიძლია მართო შენი ის. აქედან გამომდინარე, უნდა ფლობდეთ საკუთარ თავს. უნდა გაიგო პირველ რიგში ვინ ხარ შენ და სად არის შენი მინუსები, რომ შემდეგ ის მინუსები გამოასწრო. თქვენც უნდა შეგეძლოთ მართვა თქვენი სიტუაციის და თუ ამას მოისურვებთ, თქვენ წარმოიდგინეთ ფანტასტიკურად მართავთ. იმიტომ რომ ადამიანს ერთადერთი რაც აშინებს, ეს არის გაურკვევლობა და სიკვდილის შიში. აი ამისთვის გაკეთდა რეალურად ეს სკოლა. ისე რომ დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტი როგორ მოისურვებთ, ვერ გაიგებთ, რომ გითხრათ, ესეთი არ არსებობს.